გეჭალია. ხალი, მეგრული ხაჭაპური, სოფლის წიწილა კეცე, გომი, იხვი. იაპონელებს საკმაოდ მოწონთ ქართული საჭმელი. ძალიან გემრიელია. ამ პროექტის ფარგლებში პირველად მასპინძლობ უცხოელ სტუმარს. იასუჰირო კოჯიმა, იაპონელი ქართველოლოგი, მთარგმნელი. რომ ჩამოხვედით, პირველი რა გასინჯეთ? აი ტყემალი თავიდან რო გავსინჯე, ძალიან უცნაური მომეჩვენა. ეხლა ძალიან მიყვარს. აბა ეხლა მეგრული ხაჭაპური. გემრიელია. ეს მჭადია. ასეთი პირველად გებჟალია თუ იცით? ჟა, ეს ნიშნავს მეგრულად და იქიდან მოდის. გემოთიც ცოტა თავისებული საჭმელია და გემრიელია და სულ თავიდან დავინტერესდი ქართული ენით. მე რა აღმოვაჩინე? არა მარტო ენით არის საინტერესო საქართველოს ქართული კულტურითაც. როცა ვუყურებ ქართულს ეკვას, მეტირება ხანდახან შაშანს გადავთარგმნე და გამოვეცი დიდოსაკეთ მარჯვენა. აბა, როგორ მოგეწონათ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წისქვილის კიდევ ერთ გამორჩეულ სივრცეში ღვინის ეზოში. გამოვყევით. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილის ჯგუფის რესტორნის ბრენდ შეფი. ასევე YouTube პროექტის შენს გემოზე წამყვანი და მასპინძელი. всё, კაი, დავიწყო. ამ სეზონის ბოლოს სტუმრის გასამასპინძლებლად ფიქრობ განსაკუთრებული სივრცე შევარჩიე. ღვინის ეზო ქართული გასტრონომიის აღმოსაჩენად უნაკლო სივრცეა. სცენა ყოველ საღამოს ქართულ მუსიკას და ქორეოგრაფიულ ნომრებს ეთმობა. ამიტომაც უცხოელი სტუმრებისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილია. ამ პროექტის ფარგლებში პირველად მასპინძლობ უცხოელ სტუმარს. იასუჰირო კოჯიმა, იაპონელი ქართველოლოგი, მთარგმნელი, ქართული კულტურის დიდი გულშემატკივარი და ენათ მეცნიერი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს შენი თექეთმეს რესტორანში. პირველად ჩამოვედი საქართველოში 1998 წელს. უკვე 13 წელია თბილისში ვცხოვრობ. თავიდან როცა ჩამოვედი საქართველოში, წარმოდგენა არ მქონდა როგორი იქნებოდა ქართული საჭმელი. ახლა ძალიანაც მომწონს. აი მართლაც გემრიელია ძალიან. ძალიან დიდი მოლოდინით მოვედი და ნახოთ როგორი საჭმელი მექნება. სანამ კერძებს დავაგემოვნებდეთ, რამოდენიმე კითხვას დაგისვით. შემოვიდა. ვნახოთ მიირთმევს თუ არა დღეს თავის გემოზე. პირველი კითხვა ბუნებრივად გამიჩნდა და მინდა გკითხოთ, როგორ მოხვდით საქართველოში? მე სტუდენტობაში ენათმეცნიერებას, ზოგად ენათმეცნიერებას ვსწავლობდი და მაშინ გავიგე, რომ აი ასეთი ენა არსებობს, ქართული ენა და კავკასიური ენები და ამ ენის შესასწავლებლად ჩამოვედი აქ. მაშინ ჯერ კიდევ იაპონიაში ძალიან მცირე ინფორმაცია იყო საერთოდ საქართველოს შესახებ. ეხლა სრულიად შეიცვალა სიტუაცია და პოპულარულია ბევრი მაგის ქართული საჭმელი, განსაკუთრებით შქმერულია. პირველად რომ ჩამოხვედით, აი პირველი რა გასინჯეთ? ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ალბათ პირველი რაც გამასინჯეს იყო ხაჭაპური, ხინკალი. აი ძალიან მომეწონა თავიდან. აი მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ძირეულად განსხვავებულია ეს იაპონური კულინარია და ქართული კულინარია. რომელი ტოპ 3 კერძი არის თქვენთვის? ყველაზე საყვარელი. ჩემ ტოპ 3 კერძი. ეს შეიძლება ბანალური პასუხი იყოს, მაგრამ მაინც აი პირველს ვიტყოდი, აი ხინკალს. მაინც ხინკალი მომწონს. მწვანელი თუ მწვანელი? აი მწვანილიც. ანუ ქალაქური კი, ქალაქური კარგია. ხაჭაპური, საცივი მაგალითად, ლობიანი. ხორცი უფრო გიყვართ თუ ბოსტნეული? ალბათ უფრო ვიტყოდი აი ბოსტნეულს, იმიტომ რომ როგორც ვაკვირდები მე იმ რაოდენობით ვერ ვჭამ, აი როგორც აქაური ხალხი ჭამს ხორცს. ქართული კერძებიდან აი რომელი მახასიათებელი უფრო მოგწონთ, აი ნიგვზიანი უფრო მოგწონთ, ფხალეული? აი ნიგვზიანი საჭმელი ძალიან კარგია. აი იაპონიაში მაგალითად აი იაპონურ საჭმელში ნიგოზი იშვიათად თუ გვაქვს. და აი აქაურ საჭმელში ბევრი არის ეს ნიგოზი, ძალიან გემრიელია. ფხალი თუნდაც ეს ბადრიჯანი. უკვე საკმარისი ინფორმაცია მივიღე. უკვე მივხვდი რა შეიძლება თქვენ რომ გასინჯოთ და მე მგონია რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ გებჟალით. გებჟალი გაგისინჯავთ? კი, გამისინჯავს. ერთ-ერთი საუკეთესო მეგრული კერძი არის. მწვანე წაკა, მწვანილები, პიტნა, ყველი, соуსი ძალიან კარგია. მეორე იქნება ფხალის დაფა. სადაც ჩემთვის ფხალის დაფა აი როგორც თითო ჩვენი ქვეყნის რეგიონს ოდნავ რო შეეხო, აი ესე არის გემოების დაფა არის ასე ვთქვათ, სადაც შეძლებთ რომ გასინჯოთ ეს ყველაფერი. იხვის ფილეს გავსინჯავთ შემწვარს ხარჩოსთან ერთად და ელარშთან ერთად. იხვის თვით? კი. ვა. ღომს მივირთმევთ. კარგია. ხაჭაპური რა თქმა უნდა, მეგრული. მეგრული. ყველით, დიახ.
და სოფლის წიწილა კეცზე ახალი ტყემალით ეს ისეთი კომბინაცია, რომელსაც ალტერნატივა არ ყავს. ვა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და მიირთმევთ თქვენ გემოს. ძალიან დიდი მადლობა, გავსინჯავ. ვა, გეჩალია. ხალი, მეგრული ხაჭაპური, სოფლის წიწილა კეცზე, ტყემალი, ხომი, ეს იხვი. ეს არის ჩვენი დღევანდელი სუფრა. იმედი მაქვს თქვენ გემოზე მიირთმევთ. დიდი მადლობა. ხალით დავიწყებ, ეს ბადრიჯანია. გავსინჯავ. ძალიან გემრიელია. ეს ბადრიჯანი მომწონს. ეს ნიგოზი, რაც თავისებურ გემოს აძლევს და ეს მართლაც ძალიან გემრიელია. ვერ დავტოვებ, ამ კიდევ სხვა ხავს და გავსინჯავ. აი მაგალითად ეს როგორც ხვდები, ეს ჭარხლის ხარი, ხო? კარგია. ეს სხვადასხვა ეს ბროწეულიც, სხვადასხვა ქართულ საწმელს აყრიან ხოლმე და იაპონელებისთვის ძალიან უცნაურიც არის ერთი შეხედვით. მაგრამ გემრიელია. ეს მჭადია. ასეთი პირველად ვნახე. საინტერესოა. ნიგოზიანი კერძები მომწონს ზოგადად. იაპონურ საჭმელებში ეს ნიგოზი იშვიათია და ეს ჩვენთვის ძალიან სპეციფიკური ელემენტია ეს ქართულ სამზარეულოში და ძალიან კარგი გემოსაძლევს, რაც ძალიან კარგი სტარტი იყო ამ სოფლისა და გავაგრძელებ. დებჟალია კი მიჭამია. აი პიტნის კარგი სურნელი და გემო არის. გემრიელია და აი ესეც რაღაც ძალიან თავისებური საჭმელია ქართულ კერძებს შორისაც მეგონი საკმაოდ სხვანაირი. ღომთან ერთად გავსინჯავ. აი ვითომ სამეგრელოში ვარ რა. აი მართლაც უხდება ღომს ეს გებჟალია. სახელი არის ძალიან საინტერესო ეს მეგრული სახელი არის ეს ბჟა. ეს ნიშნავს მეგრულად და იქიდან მოდის ცოტა თავისებური საჭმელია და გემრიელია და ქართული კერძების სახელები ძალიან საინტერესო არის. ზოგიერთი კერძის სახელი, რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობის არის, მაგალითად, საძივი, ჩახოხბილი. ამავე დროს ბევრი ქართული კერძი ატარებს უცხოური წარმოშობის სახელებს, აი, მაგალითად, აჯაფსანდალი, ჩიხირთმა და ასე შემდეგ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აი როგორც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის მდებარე სახელმწიფო სხვადასხვა ხალხს შემოჰქონდა თავიანთი ელემენტი, კულტურა და ასე დიდრდებოდა და გამდიდრდა ქართული სამზარეულო და სახელზეა ეს შედეგი, რომ ძალიან მრავალფეროვანი საჭმელი გვაქვს დღეს ქართულ სამზარეულოში. მაშინ ახლა ხაჭაპურზე გადავალ. საქართველოს იმდანაც დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ მაინც ძალიან მრავალნაირი კერძები გვაქვს რეგიონებში. ეს მრავალფეროვნება მართლაც საოცარია. აბა ახლა მეგრული ხაჭაპური. ანუ მეგრული ხაჭაპურს ზემოდანაც დევს ხომ ეს ყველი, ამით არის განსხვავებული და აი მართლაც გემრიელია ძალიან. იაპონელებს საკმაოდ მოსწონთ ქართული საჭმელი. მე ხშირად ვხვდები თბილისში, საქართველოში იაპონელებს. მანცამაც არ მახსოვს რომ აი ვიმესოდეთ მე რომ არ მოსწონებოდეს აი მაგალითად ხაჭაპური, ან ხინკალი და მეც მომწონს ეს ქართული საჭმელი. აი სულ თავიდან დავინტერესდი ქართული ენით და მე აღმოვაჩინე თურმე არ მარტო ენით არის საინტერესო საქართველოს ქართული კულტურითაც. მე ზოგადად თარგმნელი ვარ და აი ქართულ ნაწარმოებებს ვთარგმნი იაპონურ ენაზე. პირველი რაც გადავთარგმნე და გამოვეცი იაპონიაში ის იყო ნოდარ დუბაძის დებიაიკო და ილარიო, რომელიც მეც კი ძალიან გულით მომეწონა და ამიტომაც გადავთარგმნე, მაგრამ მე როგორც მივხვდი, აი იაპონელებს ძალიან მოეწონათ ეს. ამის მერე ვაგრძელებ ამ თარგმნელობით საქმიანობას, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები შაშან გადავთარგმნე და გამოვეცი დიდოსეთის მარჯვენა. ახლა იაპონიაში გამოვა 2-3 თვეში ალბათ სიბრძნეს იწვრისა. ამას მე თვითონ ვარჩევ, რაც ჩემთვის მოსაწონია. არის მართლაც იაპონიაში ხალხი, რომელსაც აინტერესებს ქართული კულტურა, ქართული ლიტერატურა, ქართული ფილმები. ჩემი კმაყოფილებისთვის ვაკეთებ და მეხალისება ეს. ლუცავს გავსინჯავ, როგორც გავიგე, ეს გერმანული ლუდია. ახლა ამას გავსინჯავ, როგორც მახსოვს, ეს არის იხვის ხორცი, ჩემწვარი და ელარჯი.
ხარჩო და ზემოდან დევს თხემანი. ძალიან საინტერესოა, ასეთი საერთოდ არ მინახავს და ისედაც ის იხვის ხორცი მაინც და მაინც არ მახსოვს საქართველოში, ოდესმე მე გამესინჯელს. გემერია, თურმე იხვი. არც ვიცოდი. ეს შემწვარი ელარჯიც და ეს ხარჩოც ძალიან გემრიელია. თურმე მომწონს და აკამდე არც ვიცოდი. ძალიან გემრიელია. ახლა ბოლო კერძზე გადავდივარ, ეს არის წიწი და კეცზე შემწვარი და აი თხემალთან ერთად გავსინჯავ. ძალიან გემრიელია. აი თხემალი თავიდან რო გავსინჯე, მახსოვს რომ აი ძალიან უცნაური მომეჩვენა. მე კი მივეჩვენე ნერნერა და ახლა ძალიან ხშირად ვჭამ აი ხორცს ვასხამ. ახლა ძალიან მიყვარს. ძალიან რბილია ხორცი. აი ძალიან გემრიელი იყო მართლა. აი რბილი, აც წვნიანი. ძალიან კარგი გემოა. გემრიელია. აი ამ ქართულ საჭმელთან ერთად გავსინჯოთ, აქ გვაქვს ქართული ვისკი, ჯინშერი. კარგია. იაპონურში გვაქვს ასეთი გამოთქმა. აი როცა ადამიანი ასე გემრიელ რაღაცას ჭამს, ლოყები დამცვინდაო, რაღაცა ასე ამბობენ და აი მართლაც ლოყები დამცვინდა, დღეს აღარ აქვს ლოყები. აი ესეთი იყო ძალიან გემრიელი. აი მართლაც ძალიან საოცარ ადგილას ვიყავი დღეს, ჯერ ქართული ასეთი უგემრიელი საჭმელი გავსინჯე და მე ახლა ვუყურებდი ქართულ ცეკვას. ქართული ცეკვა მართლაც ძალიან ესეთი ფენომენია. აი ძალიან ლამაზია საყურებლად და მეც მინდოდა ძალიან რომ მესწავლა და დავდიოდი კიდევაც 1-2-3 თვე, მაგრამ არ გამომივიდა, მე ნიჭი არ მქონია და საყურებლად მაინც ძალიან მომწონს. როცა ვუყურებ ქართულ ცეკვას მეტირება ხანდახან ისეთია რომ აი არ ვაზვიადებ მართლაც ასეა. საბედნიეროდ აქედან არც თუ შორს ვსწავლობ და აწი ხშირი სტუმარი ვიქნები აქ. დიდი მადლობა. აბა. როგორ მოგეწონათ? აი ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი აბსოლუტურად. გამოვარჩევდი ერთს, აი მაგალითად იხვის ხორცი. ძალიან მომეწონა. მიხარია რომ თქვენ გემოზე მივირთვით. იმედია კიდევ ხშირად მესტუმრებით. აუცილებლად გესტუმრებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა. ჩვენმა სტუმარმა მიირთვა თავის გემოზე. მე ძალიან მიხარია, როდესაც ჩემთან მოსული სტუმრები გახარებულები მიდიან ჩემგან და უფრო მიხარია, როდესაც უცხოელ სტუმრებს სწორ შეხედულებას უქმნი ქართულ გასტრონომიაზე და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როცა ჩვენ კეთებთ საგემოვნებო. ეს იყო ამ სეზონის ბოლო ეპიზოდი. მე არ გემშვიდობებით, შევხვდებით წისქვილის რესტორნებში. ძალიან კარგი არის. მე აი ჩემი სიტყვები. ბოლო ეპიზოდია, ჩამისვით რაც მინდა.